Hi, მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი ყვითელი მარიკო დღეს სრულად ყვითლებშია გადაწყვეტილი და ეს სამინდი არ მოწონს. რა არის, ხა ვერ გავიგე რა სიტყვხედია. არ მაღირსა სიტყვა. დარდო მგონი კაცხვათაც. Zwei. ხარატე. Karija გვეკიდა. ზაზე ერთი კაცი მიდიოდა, იოჰე, ეს სიმღერა ისე მიყვარს ხალხო, რომ აი ნებისმიერ დროს შემიძლია, რომ ჩავრთო და მაგრად ვიცეკო. და ზოგადად მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვისთვისაც არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ რესტორანში არც ერთი წვეთი არ დალიოს და ძალიან მაგრად მოვიხინოს და ზოგს ეგონოს რომ გონი თვალია, ანუ არ მაქვს არანაირი პრობლემა მომხენასთან დაკავშირებით. აი ზოგი რო არის ვერ ადგება, ვერ იცეკობს, ვერ გააკეთებს, თუ არ დალია, აი არა. გადასარევად. გავიაროთ თუდი პოკეთ. გადასარევად ვართმევ თავს. მართალია ყოველდღე ვეღარიდება ვლოგები და ალბათ გესმით რომ თვითონ ისეთი რეჟიმი მაქვს რომ ფიზიკურად ყოველდღე ვეღარდებ, მაგრამ დღე გამოშვებით. დღე გამოშვებითზე გადავედი ასე ვთქვათ. შაბათ-კვირას ყოველდღე დაიდება რა თქმა უნდა სახლში ვიქნები და მაგრამ სხვა დღეებში დღე გამოშვებით დაიდება ვთვლი რომ აბსოლუტურად ზომიერია დღე გამოშვებითაც რომ ვახერხებ ეგეც ძალიან მაგარია. მალიტო დედას მალიტო ჩემი მეგობარი ქალბატონი მარიამი ჩემი შვილი რა ვიცი ყველაფერი ერთად ქალბატონი რატომ დაყარო ნაგავი აი ამ მდგომარეობაში რატო შვილო გოგოებო მარჯანიშვილზე რო ვიყავით აი ქართველის ხმას რო გავიგებდი ცრემლად ვიღურებოდი ამდენი არაბი რუსი, უკრაინელი, რა ვიცი რა, პაკისტანელი, იმდენი ის და ისეთი აღრევა ხდებოდა. ხდება უბრალოდ მარჯანიშვილზე. ვაიმე. გასაკვირი არაფერი არ არის ხალხო ჩვენებით ცხოვრობენ საზღვარგარეთ და იქაც ყველა ქვეყანაში ასეა მან. ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში. დამეტანი ბევრი ხართ მე და გითხრათ არ გვაქვს ადგილები. თუ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დაგვტოვეთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი ქართველი ყიდის უცხოელზე სახლს. მაგალითად ნახალუკაში უკვე ძალიან მომრავლდა კერძო სახლებში. მოიცადე რაღაცა ის მითხრეს. ანუ არც რუსი არ არის, არც ინდოელი არ არის. რაღაც არ ვიცი, სამეთი საიდან მოხდა აკამიცებთ რანაირად. მაგრამ ასე. მიფრინავ დედა. ხალხო აი ახლა შემოვედი სახლში. არ სიცოცხლე მინდა. სიკვდილი რა თქმა უნდა არ მინდა და საერთოდ რა მინდა ვერ გავიგე. ისეთი დაღლილი ვარ. საცობში, ანუ აი მართლა დედას გეფიცებით. ვინც მოყვებით ხოლმე ვაგზლიდან ზედა ქუჩებზე ტრანსპორტს ახლა ვინც მიყურებთ და იცით მარტივად მიხვდებით რას ვამბობ. ვაგზალზე რო ანგრევენ და რო ვერ დაინგრავე რა სოდეს და პარალიზებულია უკვე მთელი თბილისია პარალიზებული. ვეღარ გაუგიათ საით გაიქცნენ მანქანები და მარშრუტკები და ავტობუსები და უვლიან კრუგებს და 8 საათი უნდებათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას. ანუ 2 საათი ლამის დამჭირდა ვაგზლიდან აქამდე ნერვები მომეშალა მეთქი ბარემ მეტრო ნაზალადები და 5 წუთში სახლში ვიქნებოდი თქო, მაგრამ ამას რომ ჩაეძინა, მიეძინა და მოიყვითა მეთქი მოდი მარშრუტკით წავალ.
ეს რა დამემართა ხალხო? ანუ 40 წუთი სულ რო ისე გავთვალოთ რა. ეგრე შეიძლება მოასწრო ადამიანი. რა ის 40 ხალხო? ნახევარწელი გზაში ვარ. გიждები ამაზე. აი ძალიან ჩემი ბავშვობის გემოა. ის სხვანაირ შეფუთვაში იყო, მაგრამ ანუ გემოების თამაშის კუთხე. ეხა ყავა რო არ დავლიო. დღეს ნორმალურ, ანუ სამსახურში მივირთვი, მაგრამ აი ნორმალურად ვერ მივირთვი. სიჩქარეში ვერ გრძნობ თავს კომფორტულად და ამიტომ არ მომწონს სიჩქარეში ყვება. და ის არის უაზროდ მივირთვი რა. ეხლა ყავა რო არ დავლიო, არაფერი არ მინდა ქვეყანაზე. მარიკო გაგიყო ქალბატონო? არა. შემიყავა. დედა რა გემრიელია. ყავა არ დამილევია. რომელია ხალხო? რვა ხდება და ახლავსავ ჩემს პირველ ჭიქას, რომელიც ისე მომწონს ვერც წარმოიდგენთ. მეორე ჩემი ქმარი რომელო მე დავлев. ხო ეს მარიკომ უკვე დააგემოვნა და გადაირია გუში მოეწონა ადრე, დიდად ახლა მოეწონა. ხო და ახლა მიირთვა სანამ მე გავხსნიდი, ხო და ვიფიქრე კიდე თუ არ უნდა თქო რა, ისე გამომხედა. რაღაცნაირად. ძალიან და სამთქნამდე მოვიდოდი დოდონას ვიდეოც ჩავწერე, იმიტომ რომ რაც ერთი ორ დღეს არ მივაგდე, ნუ აი ფიზიკურად ვერ დამივაგდე. იდავდე, მაგრამ როგორც მე მინდოდა ისე ვერ დავდე, ანუ ობა მომიტანა ადამი ეს შეყვარელი ვაშლატამა რა ვაშლატამა ხალხო ადამი ვაიმე თავი წავიქცი ამის ჭამით ხალხო მე ხო ძალიან მიყვარს ატამი ვაშლატამებითაც და არ ვიცი მართა რა დამემართა ხილის მიმართ გუში ვერ გეტყვით მოვიკალი თავი ატამი ბალი რა იყო ფლოგი გარგარის ვარ მიყვარს გარგალი იცი რა გამრიელია კიდე საერთოდ რო მიყვარს ხო და ესეც მოიტანა ყოფა მომეთი ანუ მართლა იმდენი ხილი იყო რომ მეთქი მოდინეს არ გვინდა ხვალისთვის გადავდოთ თქოს გავჭრით მინდა გარგალი კი ოღონდ გიჟდები მონატრებულ ყავალზე რა გიჟდები ამ სიმიჩი კი გადავიხადე ლარნახევარი და ვნახოთ როგორია მარიკოს მოეწონა მე არ ვიცი მაგამის სიმჭას იქ გაკეთებული უფრო სწორად და მომიტეხე არ შეიძლებოდა კი შეიძლება მაგრამ ჭამე თუ მთხოვ გაჭამებ თუ მთხოვ გაჭამებ გაიშმის კი ბოდიში დედა დავკითხავ და არ უნდა ამეღო შენი სიმით შეიძლება მივირთვა კი თქმა არის მართალი ოჰო სადეკვეტებისა და ჩინიანი ყავა ფანტასტიკური ფერადი სიმითი ძალიან გოგონები და ბიჭები და ფერადი წყმავილი კაცო და გავაფეროთ ფერადი ამ დოდონამო როგორ იცისო ისტორიების მოგონება ეკი ბლოგზე ეწერა რა და აი სადაც ყვები ამ ცოტა მიდრეკილებები რო აქვთ პედოფილიისკენ გაუპატრონო მოკლედ არ ხდებაო გაფიცებთ თქვენ ახوار ბნელა ჩუგზაკარი ხელი შეიძლება მოვიტეხო რა ხდება ხალხო ხდება კი არა ისეთები ხდება მეორე რო არ მოგინდეთ ისეთები ხდება ძალიან მწუხვარ და ხო თუ გონიათ მართლა რომ არ ხდება გილოცავთ
ესე იგი თქვენ არც ტელევიზორს უყურებთ, არც რადიოს უსმენთ, არც გარეთ გადიხართ და რა ვიცი, მე თქვენთვის ხართ ბედნიერად და არაფერი გესმით. ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან მწუხარიც გოგონები რო გარდაიცვალნენ. სამი ახალგაზრდა გოგონა. აი ძალიან დამწყდა გული, ისეთი პატარები არიან, აი ახლა რო უნდა დაეწყოთ გაბრწყინება ყველა კუთხით. აი ისეთი ასაკი ქონდათ და ძალიან დამენანენ, ძალიან რთულია როცა ამიტომ ვამბობ, რომ საჭე ჩემი არ არის. პავის აღებას რა უნდა თუ მოვინდომე და მანქანასაც ვიყიდით თუ მოვინდომე, მაგრამ არ მინდა. შესაძლოა ვცადო. ჩვენ კანი გვაქვს, იმიტომ რომ კანი აუცილებელია. შესაძლოა ვცადო. დედა, ჩვენში ხელები არა. უბრალოდ მაინტერესებს თუ შევიძლია. ეგ მომენტი მაქვს მარტო თორემ. აი ესე რომ დავჭდე და ეხლა მოვახტე. წიდა ეს თუ რაღაცა და ვიქროლო. მე თუ უფრო გზაზე წავიდე და საერთოდ ტრასაზე გავიდე. არა. მეშინია. და სანთაბო ხომ ხოლმე მანქანაში. რა თქმა უნდა. მითხარით ახლა ჩემნაირ რომ მეტო უნდა იყოს პრავა. უბრალოდ მითხარით. მოდი შევთანხმდეთ რომ ყველა მეორე პრავა აქვს. ყველას. ყველა მეორეს. მაგრამ რა მომენტია ეს თუ აბარებენ ადამიანები ხა გასცემენ იმ პრავს აბარასიზავენ გიხოცები ხო? ყველა პრავს იღებს ყველა. რეალურად კი აბარებენ, მაგრამ მართვა, ანუ არიციან, ხო ხვდებით, მართვა. ერთია უბრალოდ ისწავლე და ჰოპ და აიღე პრავა და მეორეა ის, რომ შენ კარგად იცი მანქანის მართვა. შენი ავტომობილი უნდა იცოდე რაღაცა თვალდახუჭული, ხო? ისეთი ის უნდა იყო და მე ხა თვალდახუჭული კი არა, ხალხო. მოდი სიტყვაზე მენდებთ, თვალახელილიც არ შემიძლია და რატო ვერ დავაყენე ვერასოდეს ეს შტატივი ერთი გამაგებინეთ. ხო და რაც არ არის შენი ხალხო უნდა შეეშვათ რა, უნდა შეეშვათ. ეხლა სულ ვიძახი ხოლმე რომ მე სულ გზაში ვარ ხალხო და გინდა არ გინდა ძალიან ბევრ ფაქტებს ხედავ ხოლმე რაღაცა იქ ვიღაცა სადღაც მიეჯახა და რომ მოვდივართ ხოლმე. არის მომენტი რომ აი გოგონას ხედავ რომელიც ვერ აპარკინგებს კი არა. ისტერიკაშია უკვე იმიტომ რომ ვერ დააყენა, არის ადგილი და ვერ შეაყენა. მოდი შევთანხმდეთ რომ არ უნდა დაჯდე შვილო, სანამ არ ისწავლი. ასე გაგანია ჭედვა ქალაქში. მე მესმის თუ არ დაჯექი როგორ ისწავლი? ეგ ხო ჩვეულებრივი ამბავე, მაგრამ ძალიან გადატვირთულ გზებზე ხალხო სწავლა არ არის ესე რა, სხვაგან ვისწავლოთ. მე თუ ვისწავლე სხვაგან ვისწავლო, ხა ცენტრალურ ტრასაზე ნუ ვისწავლით და ისეთ გადატვირთულ გაგანია ადგილებზე, სადაც პარკინგი გჭირდებათ, მაგრამ ვერ აპარკინგებთ და არის გლეჯვა ტრანსპორტი და ვერც იქით მიდიხართ, ვერც აქეთ მოდიხართ და მითხარით ახლა გეხოცებთ რამდენ ადამიანს უქმნით საფრთხეს. იქ შეჯახების, ნუ საკუთარი თავიდან დაიწყეთ. და რაღაც, მაგრამ ნუ ფაქტი ერთია რომ ვერ ისწავლი, კაცო, თუ შენ არ დაჯექი, თუ ის მეგანა არ გეთანხმებით, მაგრამ მოდი ისეთ ადგილებზე ნუ გავეჭრებით, რომ აი რა ვიცი. და გამიხადო. ჟაკეტი კიდე. მე თქვენ ხო გითხარით. როდის იყო ღმერთო, როდის დავდე ეგვლოგი არ მახსოვს. ეთმა გოგომ რომ ვითომ საყვარლად პუტყუნებს. ეგ ხო მოგიყევით. რომ არ უნდა და წყენინება. ნანე სუპერი. საყვარელო კი. და TikTok-ის სკროლების დროს ამომიგდო ისე მისი ვიდეო, რომელსაც წაუშლია ბატონო ის ვიდეო, სადაც ძალიან დიდი ჰეითი გამოიწვია და დაატარებდა ხალხი მის ვიდეოებს და რა ვიცი მე. იყო მთელი ამბები. ხო და ვიდეო ჩაწერა რომ თქვენ ვერ გაიგეთო, მე არ მინდოდაო.
თქვენი წყენინებაო. ხალხო, წყენინება თუ არ გინდა შეკაი, მამიდაშვილო. აი, სადაც რაღაც ამაყად მოდიხართ პუტკუნები და სადაც ვერეტევი და ეგ ტერმინოლოგიები, ხო? აბსოლუტურად ცდება იმას, რომ არ გინდოდა წყენინება, ხა. ვისაც როგორ გინდათ ეგრე გაიგეთ რა. აი ესეთ ვიდეოს რო ჩაწერთ, მერე ნუ იტყვით ხოლმე, რომ პუტკუნებზე კი არ მithქვამს 100, აი თქვენ ვერ გაიგეთ, ხო, ეხლა 8000 ადამიანმა ვერ გავიგეთ და სამი რო დაგიწევთ რო, ხო, სწორად გავიგეთ, გაიგეს. და ჩვენ ამდენმა ვერ გავიგეთ ვერაფერი. მართლაც ადარდებელი არ გუწეს. ეს ახლა გამახსენდა. მიშალა ნერვი. დედეში რა პაჭეჭ. მიხარია რომ მიხვდა რომ რაღაცა ხო ისო ანუ მეც მივხვდიო რომ ისეთი ვიდეო იყო რომ აი გვერდიდან შეხედა ანუ ამ ყველაფერს ხვდებით შეახედეს შევახედეთ აუდიტორიამ რომ სადღაც სხვაგან იყო ხო და სწორი რეაქცია ჰქონდათ მოკლედ რა ძალიან კარგი თუ ამ ყველაფერს მიხვდა გილოცავ ესე იგი შენში არის ის რაღაც რის გამოც იმსახურებ რომ გითხრა ყოჩა კარგი გოგო ხარ თუ მიხვდი თუ არა უშ ხდება ხოლმე ცხოვრებაში ასე გადაცდენები მთავარი მივხვდეთ ხო ესია მაგრამ აი ამ პუტკუნებს მიახტებით ხოლმე გეხვეწებით რა თავი მიმგონიათ ხალხო ამ გამხდრებს მითხარით რითი განსხვავდებით მე და თქვენ გარდა იმის რომ თქვენ ხართ ასე და მე ვარ ასე ანუ რითი ამით მარტო მანძილი თუ რითი განსხვავდებით რა გადაგვაჭამეთ თავი ამ თქვენ 45 კილოს ღმერთო ჩემო რა ვარ აი რავი არ ვიცი რომელ საუკუნეში ვარ თქვენ მოძველდა ეგ სიტყვას რო გითხრათ იმ ადამიანებს ვისაც ხელაღებით შეგიძლიათ პუტკუნები მოგვიხსენიოთ და რა ვიცი აბა აი სარკეში ჩაიხედე რომ წერთ ხოლმე დედას გეფიცებით ვიხედები ჩემშულს გეფიცებით ვიხედები იმიტომ რომ ეს სარკესთან მაქვს ურთიერთობები და ძალიან მომწონს ჩემი თავი და ხა როგორც გინდა აი ძალიან მომწონს გადასარევად გამოვიყურები დღეები მაქვს როცა არ მომწონს მაგრამ მთლიანობაში ახლა ამ ეტაპზე მომწონს ჩემი თავი და სარკეში ჩაიხედე ხა რაც არ უნდა დამიწერო ვიხედები შემეში რა ვაიმე რა ეზო შვილო 7:09-დან დედიკო ფეხზე ვდგავარდე და დაღლილი ხარ ისეთი ნახევარი გზა გეძინა რა ეზო არა ვარ დაღლილი აი ძალიან კუთხელები დამიჭირეთ ხა რომ თავი არ მომიკლა დამშუკა დაღლილი არ ვარო ხალხო რამდენჯერაც ჩემ ჯგუფთან დამინახავს ეზოში ხო მორბის თავკუთ მოგლეჭი იქ თურმე ჯგუფში ბავშვებს ეუბნება რომ ის არისო დედიკოს აქვს რეპეტიცია იქ რა ქვია დარბაზშიო ბატონო მამას დავურეკოთ ნაყინი წამოგიღოს საშინელი ხარი იყო დღეს ეს საშინელი და მე ცოტა აი საღამოსკენ ცოტა ჩადგა რა იყო და აიწი ეს ხარულო კაი მოიცა დედიკო მაცადე აი ძალიან კარგი დედიკო არა ატმის ჭამის ხასიათზე არა რატომღაც აი მე რომელზეც გიჟდები არ მინდა ანუ ვისაც მარიკუა ჯგუფში ძალიან კარგი გოგოები არიან ძალიან მშვიდები ძალიან მახარებს ეს ფაქტი საზაფხულო სკოლაზე ბაღზე მომწერეს გოგოები მაგრამ
საზაფხულო ბაღი არ მაწყობს და რატო? ანუ სხვა ბაღი არ მაწყობს. მე იქიდან როდის წამოვა? ისაც გვიან მოვდივარ და როდის მე ამ ბაღში ავასკდები ამ საზაფხულოში. დამიგვიანდება. ანუ რეალურად არ მაწყობს დრო, დამიგვიანდება. მერე მარიკო ხონდა იმას აქვნა, რა ქვია, მე თვითონ უკვე ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას, ამიტომ მარიამ ვიღაცა იყვანსბო და მოკლედ რა. მაგარი მეტაფორა მაქვს. და მეთქი მოდი ჩემთან ვატარებ. ინგლისური ჩაუტარდა დღეს. დღეს კარატე ჩაუტარდა. რუსული ჩაუტარდა. ბალეტი უნდა ჩაუტარდეს ახლა და ყველა პედაგოგს იმას თქვენი გავესაუბრე და დღეს რომ ძალიან გონიერი ბავშვია, იმიტომ რომ ინგლისურის პედაგოგმა მითხრა, აი ისე აქტიურობდაო, თითქოს აი დიდი ხანი რომ ესწრებო არა ბავშვია. არის აქტიურობა. და კარატეზე ვერ გადავიღე, არ მეცალა. იმ დღეს ისე იქნებოდა იმ ხელფას, ხო? მეთქი რომ ბრუსელი ხარ? ძალიან მოეწონათ პედაგოგებს. ძალიან მიხარია. იმიტომ კი არა რომ თანამშრომელი ვარ. და ამიტომ კი არ მეუბნებიან, მე თვითონაც ვხედავ ამ რაღაცას და აორმაგად მაგით უფრო ბედნიერი ვარ. რა არის დე? არაფერი ჩვენ და ხო. რუსული იწყება. რუსული გეწყებათ? უნდა მომისმინოს რას ეთქვეს ბაღში რუსული. და მივაწერო დათუნია ბაღაღაჩი. მე ამდენი ბალი ვჭამე. ეგრეც არ ვგიჟდები. რაგვარი ხარ? აი ეს არის ყავის დალევა. ხო არის რომ მე ხო ვერ ყავას ვარ, მაგრამ ხო არის რომ იქ სიამოვნებს დავაწერო ანუ საერთოდ აღარ სიამოვნებდა ბოლო პერიოდში და ეხლა ეს და მეორე ჭიქამ სიამოვნებს. უпростоრად ეხლა დავაკვირდი გოგოებო და ეს ხომ მომეწონა და მე საღამოს რა გვიან მე და ჩემი მოღლე რომ მივირთვევთ დიდად თითქოს ვტოვებ ხოლმე რა აი რამდენიმე ყლუპი და უკვე რაღაც აღარ სიამოვნებს. თან გულში ფიქრობ მადლობა ღვაწ რო აღარ სიამოვნებს და ნაღოლი გამეწრიდო სამოისულტკო. შენი ნახატი. აბა შენი ნახატი მოვალ. აი გადავუდა გუშემოდგომე სამთარი გააფერადე რა. დედიკო დღეს როგორი ამინდი იყო? ქარიანი. კიდევ? ზიანიანი. წელიწადს რამდენი დრო აქვს? წელიწადში არის 4 დრო. გაზაფხული, აპრილი, შემოდგომე ზამთარი. კიდე. არის ეხლა რომ ზაფხულია. გაზაფხულია თუ ზაფხულია? ზაფხულია და. ზაფხული რატომ უნდა იყოს? შოგი შემოდგომა ზოგი გაზაფხული ზოგი ზაფხული. რა შემოდგომა შოძის მოვიდა ზაფხული. შემოდგომაც იქნება მალე. მალე? კი. რამდენიმე დღეში ანაბარზე ყო 700 ლარი იდება. იუჰუ! ჩემ ჭკუაზე არა ვარ. ჩემი ქმარი ყოველთვის წნევას იზომავს მაგის ფასებს რომ ამბობ ხოლმე ტელეფონის. და თვითონ ღმერთო რამდენი გამოვიდა სრულად არ მახსოვს. ალბათ რამდენი ახლა ეგრე ზუსტად კი არ ვიცი, მაგრამ 300 ლარზე მეტი გამოვიდა, ანუ საათი მოიწონა რაღაც რამ ბოლო პერიოდში მოწონს. ოხ დედა რა ძვი. გაიგეს გამო აი რაღაც აი როგორ გადავიხადო 300 ლარი. თუ და 300 მეტი რა ის 300 ხო და კიდე გაილის გამოილის და აი ჩამოგიგიო. რა დგინა შარვალი საყვარელი? აი ბაღში რო ხო კარატე გაქვთ დედა უნდა ჩაიცვა საყვარელო.
გიორგი მასწავლებელი ხო გახსოვს? მაშინ რომ აი ეგ დე ხვალ გაქვთ. ხო და ყობა თქო. წინდა დგე. კიდე. მოთხარო ყობა თქო. ანუ ხო მოგწონს თქო. აუ მაგრად იყიდე თქო რა, ანუ იყიდე მეთქი. ხო და გუშინ ვეღარ მოუთმიდა გულაი არა ერთი კვირა ეს ასკადება კედლებს. შვილო, მოგწონს მე ვთხარი. კიო. იყიდე და დამასვენე, შენ დაისვენე მოგილოსა მე ვთხარი. აი. დედი ნახე რა ლამაზი. მე არ მაქვს ეგეთ რაღაცებზე ის რომ აი აი ახლა აუტეხავენ ხოლმე ქმნებს რომ რა არის ეს სირიანი შეთვის როგორ რაღაც ანუ აი საერთოდ უდანავადაც კი არ მაქვს მსგავსი რაღაცეები რა უნდა იყიდოს ამი ახლა თუ შიმშილით სული გძვრება შვილო და ოჯახი უნდა აშიმშილო 2 თვე და შენ საათში ფული მიათხო ეგ სხვა ამბავია მაგაზე შევა თმა გადაიგლიჯო სულმა მაგრამ და ნეგეთ კაც რა უთხარი ოჯახი რომ შეერი ყავს და თავის კომფორტზე რო ფიქრობს ხო მაგრამ ხა რაც ის თავით უგაფრო რაღაცები იმას აქნა კონჭეჯენ გვაქვს გადასახულიცი კონტაქტი გვაქვს და რუსული იწყება ცოტა დაბლაირაპარაკე რუსული სიტყვა იწყება ასე და ისე ასე და მარიკოს პედაგოგებში ძალიან გამომართლა იმიტომ რომ ძალიან ძლიერი პედაგოგები ყავს უცხოენები კარატე ბალეტი ძალიან რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მარიკო საუბრობ არა უშავს დედა შენ აქეთ მანდეთ იყავი მე აქეთ ვიქნები ჩემს იმაში განყოფილებაში კარგიდე აი რა კარგია გოგოებო ტინტი რომ ისვია აი ის რომ აქ ნუ უკვე რა თქმა უნდა გადასული ახლა თქვენც ხედავთ ხო მაგრამ შეფერილი ხო არის ტუჩი და მთელი დღის დაღლილი უკვე რომელი აგერ 9-9 ნახევარი ხდება სადაცა და მაინც შენარჩუნებულია და რა თქმა უნდა ტუჩი არ გადადის ესე რა მაინც შენარჩუნებული მაქვს სახე შენარჩუნებული გავარ კიდევ ადამიანს არა უშავს საყვარელო ყველაზე უცნაური რა არის აი ხო წაქცეული ვარ მოსული და ახლა სადილ უნდა გავაკეთო სარიცხი უნდა შევყარო უნდა ვიბანაო მე ანუ ყველაფერი ვქნა და დილით მაინც ისე ვიღვიძებ აი ხნეთ ვარკაცრა და ვითომ კაი დასვენებული ადამიანი რო ხარ რა ყველაფერი მიჩვევა ყველაფერი მე შევა თავი გადაგაჭამეთ და ფიქრობთ რომ ხალხი ღამის 12-მდე მუშაობს ეს რა ზეწუწუნებს რომ 7-15 წუთი ამთავრებს სამსახურს მაგრამ მე ყოველთვის ვამთავრებდი შუა დღეს და გავდივარ ჩემთვის სასწაული. ნუ ხა მე იმას არ ვთვლი თეატრში რომ ღამის 12-მდე ვიჭექით და რეპეტიციები გქონდა ეგ საერთოდ სხვა ცხოვრება იყო, სხვა დრო იყო. ანუ ჩემი სხვა ცხოვრება იყო რა. მე გეუბნები ძალიან დიდი ხნის ახლა პერიოდს. სადღაც 7-8 წელი ასე ვამთავრებ შესაბამისად ის არის რა. მარიკო საუბრობ თუ შეიძლება რა ვქნა გავჩუნდე დედიკო? ხო. რატომ? იმიტომ რომ რუსული წავედი რა გოგოებო. დიდი მადლობა ვინც მიყურებთ. აგერ ამასა რუსული იწყება, ჩემთან კვერცხი შეწვა იწყება და სარეცხის რეცხვა იწყება დროებით. მე უყვით ხო რატო იკლავს ხალხი თავს? ქებიძე ააბაჭარი დამაქვს. იცოდეთ დამაქვს. მივმართავ კალაში, კალაშუაში არ არის, მაგრამ ვაფშე არ მაინტერესებს. შიკაი მამი დაშვილო. ისა მაგზაზე რო კორპუსი იგრევა და რო ვერ დაინგრა. ერთი არა შენ და იყო ვერა შენ და ახლა ეგა კორპუსია ვერ ინგრევა. გავივლი თითო აგური. გადადის მანქანაში. კიდე ჩამოაჭრის ვიღაცა. ძმაო, მე ვთხარი. ახლა ხო ვერ ვეტყუდი, მაგრამ ისე რა.
ბუნებაში გამკრა. 15 წელი მაგმას ვერ დაანგრევთ მეუთხარის შენობას. ვერ დაანგრევთ. ახო თითო ჩამვაგდა. თუ თხოვდე ხო, უფალო. ხო მეტყულები არ მიყვარს. დამეძი მეხი და ჩამიტანე ქვესკნელში. ხო, აჰა დამაგბაწარი. არ ვიცი რა, მე შემოდი არ დადის 2 საათი მოუნდიყარ ხო ვაგზლიდან ჩემ ნატიფს ახლამდე ამოსვლას. ახლა ტრენდული ვარ და დამეზარა ფეხით ამოსვლა, მაგრამ არ ვიცი რა, არ ვიცი. ერთი მინიშვით რა, მეუთხარი ბულდოზერი უნდა მივიყავ და დავანგრიო მთელი კორპუსი. რა იყო? არ ვიცი, დახოცილები ამედი ტრანსპორტში ხალხი. ჟას მეგოი ზოგი მეორე კურსზე წავიდა დაეძინა. ხო? არ ვიცი რა. მე ხო მოვედი როგორც აჰა ვიტყალი. და ჩემი შვილი მოვიდა ახლა. ხაიჭინი ვარდება თაიხან უკან ბალხი დაიღალა. მე რო ნატიფი ვარ ხო და ნატიფი შვილი გავაჩინე პირდაპირ ხო? პირდაპირ. ახლა მე როგორ გავაჩენდი ვიღაცას. გადაიქანცა. 4 წლის ბალღია და მითხრა დედაო, არ ვიცი როდემდე უნდა გავძლოთ ამ პირობებში. აჰა, ესეც მე ვარ ხალხო, ესეც მე ვარ. ესეც მაგ, მეზობლებთან გასვლის თავი არ მაქვს, ნაჩიტ რა გამოდის, შემიყავა დამხარჯე. აჰა, გვიან მოსვლის შედეგი. ბალიც მაგ. რა ვიცი არის რა. ჩემო სიხარულო, ხა წელიწადის რომელი დროა? ზაფხული. ყოჩახს რამდენი დრო გვაქვს? ზაფხული შემოდგომას დამთარი. წელიწადის 4 დრო 4 გულგასახარი ყოჩახ. ეხლა არის ზაფხული. ზაფხულში როგორი ამინდი არის? ცხელა. დიახ, ცხელა, ყოჩახ. მზიანი ამინდის გარდა კიდევ როგორი ამინდი არსებობს? როგორი ამინდი შეიძლება? არიანი. კიდევ? რუგიანი. კიდე? ჭიქაქუხი. ყოჩახ, კიდე ზამთარში რა ხდება? ციდან რა ცვივა? პათელი. თოვლის ფანტელი ცვივა, ჩემო სიხარულო, ზამთარს გეკითხები. ეხლა როგორი ამინდია? ქარიანი. და? ქარიანი. კიდე? ზე. ყოჩახ, როდესაც მზეზე გავდივართ, რა უნდა გავაკეთოთ? რენიწყავისვა. ყოჩახ, თვალებზე რა უნდა გავიკეთოთ? დათვალე. და კიდევ? და ქუდი. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ზემ არ დაგუწვას. ყოჩახ მარია, მიყვარხარ.